საიდანაც უნდა განვახორციელოთ ძალიან მხიარული სახიფათო ზარი. სახიფათო იმიტომ რომ ურეკავ ბატონ გოგა პიპინაშვილს მისი ბავშვობის მეგობრის კოლეგის ზურა ყიფშიძის ხმით. ცოტა გამიჭირდება გოგას დარწმუნება იმაში რომ მე ნამდვილად ზურა ვარ და არა ვიღაცა სხვა. მაგრამ მაინც ცადოთ. წესით უნდა გამოვიდეს, არ ვიცი. ნახოთ. ბატონო, პიპიჩ როგორ ახარ? ვა! პიპიჩ, მომისმინე სერიოზული ამბავი მაქვს, ბიჭო რა მოხდა შენ პროსტა არ იცითო, დამირეკა ჩემა, კარჩე ძველმაც. ზურ ბოდიში რა, არ მცალია ის კორესპონდენტია აქა და თუ შეგიძლია პიპიჩ, ორ სიტყვას გეტყვი რა ზუსტად რა მომისმინე რა, აი ზუსტად ორი სიტყვა რა, დაგელოდოს რა დაგემართა ვერ გავიგე მომისმინე. ჩემი იღებს კაცო და ადამიანებთან რა. აი ორი წამი მომისმინე პიპიჩ რა, ჩემი ძველი ძმაკაცი მირეკავს გიკიდან, კაროჩე ასტანის თეატრის ის იყო წამყვანი მსახიობი, მე რაც ნავთობის ბიზნესში გადავიდა, იქ რაღაცა ოლიგარქი გახდა, ნუ მოკლედ რა. ბიჭო, ფილმის გუფელი ვინ იქა, მოსკოვში? ხო, ნუ იქ მოსკოვში რა და კაროჩე მირეკავს რომ უნდა ფილმის გადაღება რა, სამ მუშკეტერის თამაში უნდა, დარტანიანის თამაში უნდა და სამ მუშკეტერში მთელი ცხოვრება და ხე მოსკოვში ვინა თამაშობდა. ხო და კაროჩე ხორი ისოვა და ფილმის გადაღება უნდა, ეხა მირეკავს და მეუბნება რომ კაროჩე აი, რამდენჯერ უნდა გადაიღონ ეს სამი მუშკეტერი, რემბოაძინ, რემბოდვა რა. გამამთავრებინე ბიჭო, სერიოზული ამბავია სიმონ, არ არის სასაცილო საქმე. ხო და მომისმინე მირეკავს კაროჩე ესეო და უნდა გადავიღოთო მეთქი ნუ კი ბატონო დარტანიანი მე ვიქნებიო ათოსიო შენ მინდაო რომ იყო და ნუ არამისე ვიფიქრე მიშა იქნება გომიაშვილი თხა შენ მირჩიო ვინ შეიძლება იყოსო და პორთოსი უნდა იყო აუცილებლად შენ. აი პორთოსი მე ვარ ზურა ნუ გადამდია რა ისმინე ბიჭო კაროჩე მომატება გინდა ცოტა ნუ ეხა იქ რაღაცა იმებს გიმი გამატებენ რა ქვია იმას პავიმეს ტავსტუშკებს კი დაგამატებენ მაგრამ საკეზე ბოტოქს ვარ გაიკეთებ და რაღაცა იქ რესტორანზე მივამაგრებო რაღაცა ის კიდე სპორტსმენების რაღაცის ვარი პროტეინები რაღაცები პიპიშ 15 კილო უნდა მოიმატო რა ორ თვეში წელს პიტი გადაღებებს ხო გესმის? კაცო, გინდა ზეგ დაიწყოს გადაღება, მე არც პორთოსი ვარ და ამიტომ მომატებელი რას მალაპარაკებ ეს ზურა არა მომისმინე ჰოლივუდის ტონის ჰონორარზეა ლაპარაკი თქო დამიჯერე რა მიშა დავითანხმე შენ რა დაგემართა ვერ გავიგე კაროჩე მომისმინე ეხა მე დღეს შენ საღამოს ისმე ხო გისმე მაგრამ დღეს საღამოს დაგირეკავ მე შენ გამოვალ და გნახავ რა არ გამაგიჟო ბიჭო მაგაზე ვარი შენ როცა გინდა მაშინ ვნახე მე გუშინაც გელოდებოდი და უნდა მოსულიყო კაროჩე საღამოს გირეკავ და მოდივარ რა არ არის ხა ის ტელეფონში სალაპარაკო. კაი, დავაი პიპიჩ, კარგი, დავაი. აუ, შენ ოღონდ ჩემამდე მოდი და მე მაგ შენი ჯგუფელი დედა სადაც ცხოვრობს, მაგის მისამას აი, შენ აღარ მომდექნა, დავაი. გადაირიენ ესენი რა, პორთოსი არა. ვიღაც თავი ჯგუფელიაო თუ რაღაც არ ვიცი მე. ფული შოვაო და სამი მუშკეტერის გადაღება უნდა. საოცარია. აი ხლა ერთ-ორი თვალები დაუხუჭე და მაგრამ ზურა ლაპარაკობს, ასე ნაპატი. საქმე იმაშია რომ მე ზურასთან მაქვს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა, ხო? და აი ეხა ეგ არ ვიცი რამ გამომიყვანა იმ გოგონა მეჯდა წინ ვესაუბრებოდი და თან სერიოზულ თემაზე ვსაუბრობდი. მივხვდი რომ ესეც ჩაწყობილია, ეხლა ოღონდ დღეს. და უარი რატო უთხარ იცით? მილედი მინდოდა მე და პორტოსი არა ეს ის გამიჩნდა რა თქმა უნდა მაგრამ იმაზე რომ ეს ზურა მირეკავდა არა უბრალოდ ეგ არის პაროდისტის გამარჯვება ეგ არა ის რას მეღადავებოდა ეს ვერ დავიჭირე და ჩვენ ალბათ უკვე მივხვდით ზურბას მეგობრებო მართლაც გამორჩეული პაროდიული ნიჭითაა დაჯილდოებული ეს ადამიანი იმადლობა ამისთვის სრულად მის გამოსვლას ნახავთ 27 დეკემბერს იუმორინას ახალ პროექტში ახალწლო იუმორინა აუცილებლად მოვა ბევრ პერსონაჟს განასახიერებს და ძალიან საინტერესო პროექტია მარტო ზურას აკეთებს მაგრამ ზოგადად და არა იქ გეტყვით მივალთ იქამდე ერთადერთი რა მინდოდა მე თქვა რომ თავად როგორც დრამატული მსახიობი თავისუფალი თეატრისა და გრიბოედოვის სახელობის თეატრისა და მართლა სერიოზული მსახიობია თავის კოლეგებთან ერთად ჩარშიან თეატრალურ ფესტივალზე მოსკოვში არც მედი არც ნაკლები მოიპოვეს თავარი ჯილდო გრან პრი ოქროს რაინდი ხოლო დღეს დებიუტი აქვს როგორც
საესტრადო ჟანრში პირველად გამოდის და ამიტომაა მისი დებიუტი. ახლა რა მინდა უცნაური არის იმის რომ ვკითხე რომ ასე რანაირად შეიძლება რომ ასეთი იდენტურობა ხარისხი როგორ მიაღწიათ. ნუ გარდა იმისა რომ უყვარს შემოქმედება ზურას რამდენჯერ გაქვს ნანახი არ თხელოვნება? ვერ დავთვლი ბატონო ძალიან ბევრჯერ მთელი სტუდენტობამა გატარებული რატო ზურა ამოირჩია იქ ორი არაჩვეულებრივი არტისტია ბატონი მიშაც გომი ფოტოშორის იმასაც აკეთებს ზუსტად აი თხოვე და გაიგეთებს ერთი მცირე დიალოგი არ შეიძლება გააკეთოს ორივესი ერთი კი ორივესი მიშას მონაწილეობა ჩემმა მეგობარმა სერგომ სურათი იყიდა სურათია საშუალო ზომის ტილოა მეტრი და 60-ზე მეტრზე და 20-ზე სრულად თეთრი ფონიც თეთრი აქვს მაგრამ თვალს თუ მოჭუტავ შესაძლოა მკრთალი ზოლები შენიშნო ისიც თეთრი ზვირია სერგო 6000 მივეციტო ახლა ობიექტურად არ არის ძვირი ამტრიაძეა თო შენ ის აი ნახე დააკვირდი როგორ ესეთი მკრთალ ნაცრისფერ ტონებშია გადაწყვეტილი მაესტრომ თავისი ხელით შენ ჩემი ბავშვობის ძმაკაც დაუმარცხე 6000 ამ თეთრ ზღრანში გამაგებელი შენ ძალიან დიდ ბოდიშს მოიხდი და ამ სიტყვებს უკან წაიღებ ანარა და ამ ანტრიაძეს დავახვევ ხა და ხელებს კარგად ვინ ვერ იქნევს მე განახებ შენ და ნუ მე მიდი სიკი გადი განმოდი ბრავო ეხლა ერთი ესე თუ ხარი მოგაზ გასახდელში რომ შეხვედი მისვალოსთან ზურასთან აი ეგ მოყევგებთ ანუ კარგი ურთიერთობა მაქვს ძალიან ბატონ ზურასთანაც და ბატონ მიშასთანაც და ჩემთანაც ჩემ დასაბედიერო და მოკლედ შევედი და ნუ გილოცავთ კიდევ ერთ წარმატებულ სპექტაკლს და ასე შემდეგ და ბატონ ზურას თავისივე ხმით ულოცავ გილოცავ ზურა ძალიან კარგი იყო აი განსაკუთრებით ის აი თოლს თეთრი ღრუბლებიდან თეთრად ბარდნის რო ამბობ მე ვკითხო და ესე მიყურებს და შენ ხარ თუ მე თუ აი და იმავე სპექტაკლში არის ესეთი პატარა ნაწყვეტი ბატონი ალეკო მახაროვის პასუხობ რომ თუ შენ ხარ იმიტომ რომ მე ვარ მე და მე ვარ მე იმიტომ რომ შენ ხარ შენ ესე იგი რა გამოდის რომ შენ ხარ იმიტომ რომ მე ვარ მე და მე ვარ მე იმიტომ რომ შენ ხარ შენ მაგრამ თუ შენ ხარ იმიტომ რომ მე ვარ მე იმიტომ რომ შენ ხარ შენ ესე იგი რა გამოდის რომ შენ არა ხარ და გაგიჟდა აი გიჟია გადარეულია დეგენერატია სიმაშვილა და გეწამიშვილო თავი დაყარე